დებატები იმედის ეთერში. ტელეკომპანია ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება. არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობისთვის. ნინი გოგიშვილი გვეტყვის უფრო მეტს. საგნობრივი დისკუსია იაფასიანი შოუს ნაცვლად ეს ისაა, რასაც მომავალი კვირიდან ტელეკომპანია იმედი საზოგადოებას მაყურებელს შესთავაზებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გაზიარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური სამზადისი არის დაწყებული ახალი პოლიტიკური ფორმატთან დაკავშირებით. არგუმენტირებული მსჯელობა იქნება ის მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს, სწორედაც რომ დებატებს არხის ოფიციალური პოზიციაა, რომ გადაცემის ბოლოს საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით. ცნობილია ისიც, რომ ახალი პოლიტიკური ფორმატის წამყვანი იქნება ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი. იმედი მზად არის საგნობრივი დისკუსიისთვის და არა იაფასიანი შოუებისთვის, რომელიც გასულ წლებში ხშირად გვინახავს და ყოველთვის იყო მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება, რომ როდესაც თოქ-შოუ დებატი მთავრდებოდა, არაფერი ინფორმაცია მათ არ რჩებოდათ. მომავალი კვირიდან დაიწყება იმედზე ახალი პროექტი, რომელსაც წაიყვანს მაგდა ანიკაშვილი და ეთერი გაიხსნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის საგნობრივ დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, საზოგადოება გააკეთებს თავის დასკვნას, თუ ვინ არის მართალი, ვინ რა თემაზე რამდენად მყარი არგუმენტებით იქნება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი ელოდება ტელეიმედის მაყურებელს. ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას მიესალმებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კვალდაკვალ კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დებატების დაბრუნება, მათ შორის მედია სივრცეში. მათი განმარტებით აუცილებელია, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორედ რადიკალური მხარის ქართული ოპოზიციის სურვილი იყო, რომ დებატები გამქრალიყო, მათ შორის მედია სივრცეში. რამაც ერთგვარად წარმოშვა პოლარიზაცია და მათი განმარტებით ეს იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია დასრულდეს. Ჩვენი პოლიტიკური გუნდი ევროპელი სოციალისტები მზადავართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მათ შორის საგნობრივ დისკუსიებში აქტიურად ჩავერთვათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ იმედი განსხვავებულ დებატებს შესთავაზებს საზოგადოებას, რადგან საუბარი იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური დებატებზე, არამედ უკვე საგნობრივ, თემატურ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და ყველაზე მთავარი ის, რომ დებატება უნდა შეასუსტოს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია, საზოგადოებას უნდა გქონდეს საშუალება მოისმინოს პოლიტიკოსების კამათიც, დისკუსიაც, დებატები იმისაც, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. წლების განმავლობაში გეგმაზომიერად ხორციელდებოდა პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელიც დღეს საკმაოდ აწუხებს საზოგადოებას. რასაკვირველია, ლაპარაკი არ არის კონკრეტულ დამნაშავე პირებთან საუბარზე, მე ეს ვერც წარმომიდგენია, როგორ მოხდება, მაგრამ რაღაც პირველი ნაბიჯები მისათვის, რათა ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, უნდა იქნეს გადადგმული და მისასალმებელია, რომ აი ამ პროექტში, აი ამ იდეის რეალიზაციაში იმედი ჩაერთო. ვნახოთ, როგორ განვითარდება, ყველა შემთხვევაში საჭიროა დებატები, სხვადასხვა აზრის მოსმენა. მადლობა უნდა გადავუხადოთ იმედს იმისთვის, რომ მიცემს შესაძლებლობას ჩვენს საზოგადოებას იხილოს ფორმა დებატებისა, რომელიც სამწუხაროდ წლების წინ სწორედ რადიკალების და მათი დამხაში შესაბამისი პირების მხრიდან იყო აი ამოგლეჯილი ესე ეკლექტურად ქართული მედია სივრციდან. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებას შევთავაზოთ ის ნიადაგი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თვითონ განსაზღვრავენ და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი მხარეა მართალი. ამ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი დისკუსია, ჯანსაღი მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. დებატები როგორც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა დემოკრატიისთვის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და დებატების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა, როგორც პასუხისმგებლიანი ტელეკომპანია იმედი მზადაა, რომ აი ეს ინიციატივა გაიზიაროს, შესაბამისად აქტიური სამზადისით დაწყებულია მომავალი კვირიდან მაყურებელს ტელეკომპანია იმედის საშუალებით ექნება საშუალება იმისა, რომ მოისმინოს განსხვავებული აზრი და ასე უფრო მარტივად გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ნინი გოგიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.